საფრანგეთიც ისევე როგორც დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობა ევროკავშირი ზოგადად საქართველო დაღიქვავს იმ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქუჩაში დგანან უკვე უწყვეტად, აგერ უკვე მე რამდენი თვეა, 200 დღეს გადასცდა და იცავენ იმ ევროპულ მომავალს და იმ იდეალებს, რომლებსაც ჩვენ ვინაწილებთ ვიზიარებთ ევროპელი პარტნიორებისგან და ძალიან სამწუხაროა და ქართველი ადამიანისთვის და მე არავისზე ნაკლებ პატრიოტად არ მიმაჩნია ჩემი თავი არ მგონია რომ ვინმეს ჩემზე მეტად უყვარდეს საქართველო ის ვინც შეიძლება ჩემზე თქვას რომ ჩემი ევროპული ესე ვთქვათ ევროპული მომავლისათვის ჩემი არჩევნით მე რაიმე სახით ვაკნინებ ჩემს დამოკიდებულებას ჩემი სამშობლოსადმი პირიქით მე მიმაჩნე რომ ჩემი სამშობლოს მომავალი და მისი კეთილდღეობა მხოლოდ იმ სივრცეშია გარანტირებული იქნება გარანტირებული სადაც არის ის ღირებულებები რომლისკენაც ჩვენ ვისწრაფით და დასავლეთი რა თქმა უნდა უყურებს და უფრო ახლოდ თავისთან ახლოდ განიხილავს იმ საქართველოს რომელიც ამდენი ზეწოლის ამდენი დაშინების მიუხედავად წვიმასა და ქარში და ყინვაში დგას და ფაქტობრივად ევროპას იცავს საქართველოში. აი კლანჭებით, კბილებით უჭირავთ ევროპა საქართველოში და არ უშვებენ ევროპას ხელიდან. და აი ესე არ უნდათ რომ საქართველო გაეცალოს ევროპას გამოეცალოს ხელიდან და ფიქრობენ დღენიადაკ ფიქრობენ იმ პერიოდში მოგეხსენებათ კიდევ ერთხელ მინდა დაუბრუნდე მაკრონის გადაწყვეტილებას რომ დაერეკა მაკრონს ჰქონდა ძალიან სერიოზული პოლიტიკური კრიზისი შიდა პოლიტიკაში მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს საკითხი იმისთვის რომ აი იმ ფონზეც კი გადაწყვიტა რომ ეს ამ საკითხის მოგვარება ეცადა მაგრამ ეს ერთი მცდელობით ვერ გამოვიდა უბრალოდ ჩათვალა რომ არ ღირდა იმ საქმეში საკითხი შესულიყო სადაც მარცხით დამთავრდებოდა მისი მედიაცია მაგრამ ერთგვარად გადადო განუსაზღვრელი ვადით იცით რომ თავის დამოკიდებულება გამოხატა ქალბატონ სალომესთან შეხვედრით, მასთან საუბრით, რადგან იგი წარმოადგენს ერთგვარად საქართველოს ამ ოპოზიციურ მიმართულებას ევროპულ საქართველოს და ამით გამოხატა მხარდაჭერა და ასე იქნება მომავალშიც რომ ევროპა გვერდში დაუდგება საქართველოს იმ ნაწილს, იმ საზოგადოებას, რომელიც დღესაც აი ამ ყველაფრის მიუხედავად რჩება ერთგული ევროპული ღირებულებების.